მეგობრებო, გულწრფელად გითხრათ, რაღაც ვერ ჯდება ამ ისტორიაში. უკვე ერთი დღეა ვცდილობ გავარკვიო რა აკლია მთლიან სურათს. თითქოს ვეძებ ერთ პატარა დეტალს, რომელიც ყველა ნაწილს ერთად უნდა აკავშირებდეს, მაგრამ ვერ ვპოულობ. აი ზუსტად ეს განცდა მაქვს ახლა როცა ვსაუბრობ იმაზე, რაც ხდება ისლამ მახაჩევის კარიერაში 77 კილოგრამზე. ყველაფერი წესრიგშია. გამარჯვებები, სტატუსი, პოპულარობა, მაგრამ მაინც ჩანს ერთი უხილავი სიცარიელე, რომელსაც ვერავინ ასახელებს. დავიწყოთ ქრონოლოგიით, როგორც ამას ნებისმიერი დეტექტივი გააკეთებდა. 2 კვირის წინ მთელი MMA-ის სამყარო ერთ მთავარ კითხვაზე იყო კონცენტრირებული. ისლამი თუ ილია ტოპურია? როდის, სად და როგორ შეხვდებიან ერთმანეთს? ეს იყო მთავარი თემა მედისონ სკუარ გარდენისკენ მიმავალ გზაზე. მე კი მინდა გიამბოთ ჩემი პერსპექტივით, რადგან თავად ვნახე, როგორ აიგო ისლამის პოპულარობა ნაბიჯ-ნაბიჯ. იმ დღეს, როცა პასიფიკის სანაპირო დაიწვა და ხალხი ევაკუაციას განიცდიდა, მთავარი ბრძოლა